სახელითა მამისათა და-ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო. ადამიანის სიდიადე. ნახეთ, ქრისტიანული სწავლება ადამიანზე როგორც სულში ღვთის ხატების მატარებელზე, ხო? ნახეთ, ესე იგი, მეგობრებო, ხო, ესე იგი, მწყიდვალია, ხო, სამყარო, მზე, მთვარე, ვარსკვლავი, ცა, ასე შემდეგ, ხო, მთელი. მაგრამ ყველაზე უფრო ბრწყინვალეა ადამიანი. რადგან ის შექმნილია არა ისე როგორც სხვა ქმნილებები, არამედ როგორც წმინდა სამების განგები და პატივდებულია ღვთის ხატება და მსგავსება. და სამების განგება გამოხატულია სიტყვებში, ხო, თქვა ღმერთმა გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად, ხო, დაბადება პირველი 26. სიტყვა წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასმა თიხას შთაბერა სული, ღმერთმა შექმნა ადამიანი, შეუქმნა მას ცოლი და ყოველივე სხვა ქმნილებები სამყაროში. ხო, ესე იგი, აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. დაბადება 2:15. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიგვარა ადამიანს, რომ ენახა რას დაარქმევდა. ხედავთ, რომ ასე იგი ადამა დაარქვა ყველა ცხოველს სახელები, ხო? ნეკნისაგან ადამიანს, რომ გამოუღო დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამიანს მიუყვანა. სხეული მიჯაჭულია მიწასთან, მეგობრებო, სული კი მოისწრაფვის ღმერთისკენ. ღმერთი არის, ესე იგი, უწმინდესი სული, უწმინდესი სულია, ხო? ჩვენ შექმნილი ვართ ხატება და მსგავსებად, ხო, ღმერთისა. ესე იგი, რაც ნიშნავს ეს, ესე იგი, შემოქმედის სახე ადამიანის სულის ძალაშია, რომელიც ღმერთმა ჩაბერა ადამიანში. ეს არის გონება, გრძნობა და ნება. ნახეთ, გონება. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, პირველქმნილ ადამიანის გონება იმდენად აღმატებულია, მეგობრებო, რამდენადაც ფრინველი სწრაფია, თქვათ, კუსთან შედარებით. აი, პირველქმნილი ადამიანისთვის დამახასიათებელია გონების სიღრმე, თქვათ, სახელთა დარქმევისას, ხო? აი, მისი გონებისა იმდენად ძლიერია, ხო, რომ იგი წდებოდა საგანთა არსს. მამამთავართა გონების ზალა და სიღრმე, მეგობრებო, იხსნება სიტყვებში, ხო? დაარქვა ადამიანმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. ეს არის დაბადება 2:20. კერძოდ ამაზეა გამახვილებული, მეგობრებო, ყურადღება ანტიკურ სიბრძნეში, ხო? აი, პითაგორი სვამდა, თქვათ, კითხვას, ხო? სვამდა კითხვას, რომ ვინ იყო ის ყველაზე ბრძენი ადამიანი, რომელმაც ყველაფერს, თქვათ, შეარქვა თავისი სახელი. ხა მეორე გრძნობა, ვერც ერთი მანკიერი ცოდვილი აზრი ვერ შეურაცხყოფს ადამიანის გონებას. ნახეთ, ყველამ დაბალი გრძნობა და აზრი მიწიერი გრძნობები, ესე იგი, ექვემდებარებოდა გულისა და გონების სიწმინდეს. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ, ხო? 2:25 დაბადება. ანუ წმინდა მამების აზრით, მეგობრებო, სიშიშვლე
ბოროტების სრული ესე იგი უცოდინარობაა. აი ასე როგორც საინტერესოა, ხო? ანუ ნახეთ კიდევ ერთხელ, ანუ სიშიშვლე ბოროტების სრული უცოდინარეობა. უცოდინარობა. უცოდინარობა, ხო? ანუ ნახეთ კიდევ ერთხელ, სირცხვილი არის ზნეობრივი შიში, ხო? ანუ სირცხვილი არის ზნეობრივი შიში უარყოფითის და ესე იგი უღირსების არასრულყოფილის წინაშე. ანუ თვითნებობამ წარმოშვა არასრულყოფილება, გესმით? ანუ სირცხვილი თავისებური მონანიებაა და ეს გრძნობა ჩნდება არა კეთილი საქმის შემდეგ და ამიტომაც ის დამახასიათებელი იყო ადამიანისთვის. ანუ გული და სული ხო იმყოფებოდა აბსოლუტურ ჰარმონიაში. ნება მეგობრებო იყო თავისუფალი და მიმართული მხოლოდ კეთილისკენ და განიცდიდა კმაყოფილებას. ანუ ჩვენ გვაქვს ნება, ხო თავისუფალი ნება, ჩვენ ვირჩევთ სინათლეს, ან სიბნელეს, რომ გზას ავირჩევთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ნახეთ, როგორც კი გაჩნდა ტოლვა ბოროტებისკენ, წარმოიშვა შეუთანხმელობა და ესე იგი დისგარმონია, ხო, დისგარმონია და საჭირო გახდა იძულება სიკეთისადმი ხორციელი და სულიერი ძალების დაძაბვით, ხო?